გიგა ჩიკაძე ბრუნდება ოქტაგონზე. დაახლოებით 8 საათში პირველი ქართველი როქის ვარსკვლავი გიგა ჩიკაძე ძალიან პერსპექტიული არგენტინელის კევინ ვალეხოსის წინააღმდეგ იბრძოლებს. კევინ ვალეხოსზე ბევრს არ დავწერ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მეც ვხედავ მასში დიდ პოტენციალს მომავალში, მაგრამ მხოლოდ მომავალში. რაც შეეხება გიგას, როგორც ზევით დავწერე, გიგა პირველი ქართველი როქის ვარსკვლავია, რომელმაც ძალიან ბევრ ქართველს დააწყებინა მას ყურება და ძალიან ბევრს შეაყვარა. გიგა დაუმარცხებელი იყო ავთში და ძალიან ახლოს იყო სატიტულო ბრძოლასთან. მაგრამ ერთ ფეხის დაცდენამ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერი უფსკრულისკენ წაიყვანა. გიგას ჰქონდა 7 მოგება ავთში და თან ბოლოს 3 ბრძოლა ჰქონდა მოგებული ფინიშით. მანამდე გიგას 4 ბრძოლა ჰქონდა მოგებული სულ რაღაც 8 თვეში. აი წარმოუდგენელიც კი იყო ეს ყველაფერი იმდენად. მაგრად მიდიოდა ყველაფერი და მართლაც მოვიდა ის საბედისწერო ფეხის დაცდენა და ყველაფერი წყალში ჩაიყარა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არა ის ფეხის დაცდენა გიგა კატარს დაამარცხებდა და იმ ფორმაში მყოფი გიგა 199 იბრძოლად მოუგებდა კატარს. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, რას ვიზამთ. ზუსტად ის ერთი ვარიანტი მოხდა და ჩაიყარა ყველაფერი წყალში და დაუკარგეთ 100-იანი შანსი ქამარზე ბრძოლის. თუმცა გიგას განვლილი გზა ძალიან დიდია და ძალიან საამაყოა. ხვალინდელ ბრძოლას რაც შეეხება გიგას მოგებას ველი და ვარ ბოლომდე გიგას გვერდით, ჯერ არაფერია დასრულებული და გიგა აგრძელებს ბრძოლას იმ ყველაფრისთვის, რისთვისაც დაიწყო ეს ყველაფერი. წარმატებები გიგას, ჯერა მისი კლასის და გამოცდილების.